მოგჯოს მეგობრებო, დავიწყოთ გავაგრძელოთ ჩვენი რიგით მე-6 ეპიზოდის გადაღება. და იმედია ამ სერიაში მაინც რაღაცა წარმატებისკენ და ლოგიკური დასასრულისკენ. მე ხო მოჩქარი ადამიანი ვარ და მოჩქარებს ხშირად უგვიანდებათ ხოლმე, მაგრამ მე შემთხვევაში მე არა და ამ სერიოზულ ნახტოს გავაკეთებ რა დასასრულისკენ და ძალიან დიდ ნაჭერს ტერიტორიისას ჩამოვაჭრია მას და გავზდი ჩემ სახელმწიფოს და ჩემ ეკონომიკას, ჩემ ძალას და ჩემ სახელმწიფოს ვაქცევ ზეს სახელმწიფოს. რა ხდება? ამათან წინაზე დაუშვი ამას, ხო? მე კიდე რომ დაუშვა. ოქროგის დაპყრობა, მაგრამ ოდი ისინი იმის მოხარკებად შევიერთოთ რა. ესე ჯობია მე მგონი. ყველა აბსოლუტურად, იმიტომ რომ ამათი არმიები აუცილებლად დამჭირდება იმაში. მე რა. სხვებს რო დაუწყებ იქით ბრძოლას. ჩემი მოხარკეების სამხედრო რესურსი წარმოპირდაპირ ჩემთან. და ეს ყველაფერი იქნება რა თქმა უნდა სასარგებლო ჩემთვის. ვასალების ძალიან დიდი ნაწილი როგორც ხედავთ აგერ დაეთანხმა ჩემი მას. კარგი ურთიერთობა მაქვს ვასალებთან, ჯერჯერობით არაფერი არ გამიფუჭებია ისეთი. აი ამასთან ეს ჩემი ვასალები. რაც უფრო კარგი ურთიერთობა გაქვთ ვასალებთან, ვით უფრო მეტია შანსი. როდესაც თამაშობთ წარმართული ფრაქციებით, ვიკინგების და ასე შემდეგ და როგორც ადრე გითხარით, წეღან და წეღან. ანუ ამ შემთხვევაში აქ ესეთი სისტემა არა ვასალებს გამოყავთ შედასახმებლად არმიები, რომლებიც მერე უერთდება შენ ძირითად სამხედრო ნაწილს და ეს. ანუ აქ სახელმწიფოებში ესე არ არის. აი ახლა ბიზანტიაში ეს ამასულით. რაღაცა შინელებია ის. კონსტანტინოპოლი დაკარგა. აუ, ამათ რაღაცა შინელები გაუკეთებიათ და კიდე რამხელა ისინი. ნუ აი სამაგერთ საფრთხის იმპერია დგა გმირულად რა ვიცი. ჩრდილოეთში ჩემი სახით ალბათ უპირობო ლიდერი გამოკვეთილია უკვე რა. კი, ნამდვილად. გამოკვეთილია უპირობო ლიდერი ჩრდილოეთში. ეს ერთი. ხო. გადმოვიდეთ აქეთ. სანამ არმიას დემობილიზაციას არ გავუკეთებთ ხოლმე ახალ ომებს ვერ გამოაცხადებთ რა, ეგეც რო იცოდით. ეს ერთ ჩაფიქრებული და ეს. ნუ შემდეგი, აი ესე. რა ხდება? აი მიზეზი გვინდა რომ ამას ვერ უცხადებთ ამით. ერთი სიტყვით გაი. რა ხდება? ხო აი ეს წაგვადგება კიდე ნამდვილად ამის ის. ესე ჩვენი ვასალი რო იყოს. ამ ეს არ მეთანხმება. ჩემი დარბაზი. აბა ვიღაცები მოგთავოთ. ეხლა ვსწრებ რომ დარბაზში ამათი მხარდაჭერა მოვიპოვო. რომ ბრძოლის გამოცხადებაზე დავითანხმო, რომ ძალიან დიდი ჯარიმა არ დამეკისროს. არასდროს გამოცხადებული იმის და მე მგონი გამომივიდა, იმიტომ სამივე მეთანხმება. ეხლა გამოუცხადებ ამათ იმას.
ამას ხმატრის სოლს აი და ახეთ სულ ახეთ გადმოვიდნენ ნახეთ აჰა ეს წავიდა ესეც მივიხმაროთ რაც უფრო მეტი ვასალი მყავ და მოხარკე მით უფრო მეტი არმიის მობილიზების საშუალება მეძლევა სულწლოვანი გავხდი და ახალი კაზუსები მომცა გადასაჭრელად. პირველ რიგში მოვიყვანოთ სოლი. ეს იყოს ეს. ერთი ეს მეორე. მოდის ხო ეს ავირჩიოთ ხო? აი ეს ავირჩიოთ. ოჯახი და შვილი სკოლა. აუგზავნოთ სარდლობა თუმცა კარგი პერსონალური ისინი აქვს სკილები ამასაც სამხედრო მაგრამ მაინც არა სანამ მკვიდრი არ მეყოლება ყოველ შემთხვევაში ოპ ეს გასაოცარი ეხლა ჩვენ სიმამს თუ უნდა ალიანსი ნახოთ კარგი სინეომარი შეუკრები. ეხლა მის მე მეხმარება ყველას მობილიზება მოვახდინოთ აქ ერთი იმის ქვეშ. მე ყველა მოვიდეს აქ ცენტრალურ არმიას შეუერთნე. ეხლა ვიხტარო დედა აქ ამასაც ნატირები და ეცი და ესე ეს გაკ ეხლა დავხვდეთ ერთი გენერალური ბრძოლა მოუგოთ 2000 2700 2000 3000 მე გავაძეთ სახე აი ეს შენიერია წავიდეთ ჩრდილოეთით ციხეში მოსაშვები ხალხი ფული ავიღოთ ოუ ერთი ამას ხარ ციხეში ჩასმის შანსი 51% ჩემი მოსალის კაი ფინური კულტურა მივიღოთ ეს ერთი წუთი ეხლა მერისი კულტურა კიდე ჩრდილო დაჟი ფინური ცარარი საინტერესო აი ჯერჯერობით მოვიწვიოთ აბა იმიტომ რომ პრესტის მაცლის -500
ეხა აქეთ 100% უკვია, მაგრამ როგორც მოკეთებ ხოლმე ესე დიერიშტ ავიღოთ აი ესე და მორჩა და ეს უკიდურეს ჩრდილოეთში რა დარჩა ხო? ზავაროტი რაღაც ამასაც გამოვუცხადოთ აი საპომი გაიზარდა ტერიტორიას გადმოწვდა სოროლი ვასალი ეს მესამე მეოთხე მეხუთე აი ესენი სულ ბაშკი ეს მინდოდა მაგრამ ცოტა ხელი დამეწვა ვერ მომართვეს ესე რო ვთქვათ წინა სერიაში წარუმატებელი მცდელობა 1 შეგვიძლია მოვიწვინოთ რა მოხდა ახლა ეს ვეგან თავისუფლდება და ამასთან მოსაზრია არა რა ვიყოთ რა ხდება 4000 1-4000 მეც კი შევგრავენ მგონია ესე 7-ზე ხوارჯობია დარტყმა 370 უი დეიურე პრეტენზია თლიანად და ნაგლეძე არ გამოვა ეს პატარა ტერიტორიის კლუბისთვის რაღაც დიდი მინდა დიდი ის კუსოკი თლიანი იმის რა ისევე ეს მოდი რა იმისთვის ვიოთ ერთი იმისთვის პატარა შევიერთოთ დამეთანხმდნენ ყველანი მოდით აი ახლა ნახეთ რა ხელა ისინი შევგარი აი საქმის არსამაში მდგომარეობს ვერ იტანენ ნახეთ ფინელები ვიკინგებს ხო შეიძლება უნდა ვიჩქარო დროს დავამარცხო ეს ტერიტორიები ავიღო. არა ამათ ხარესაც ბევრი შეიკრება. თუ ვსწრები მოიცადა. ოაი. აქეთაც დიდი კოალიციები საკმაოდ. თავი ხე შეცდომა არ დაუშვა რა ისეთი. აქეთ რომ მოდის ეს 2000 თავისუფლად გავაძროთ მე მგონის სახეს ხო? კი. ნამდვილად. მოდი 7000-იც გავდათ. აუ 100% უკვე? ციხეში დავიჭირე. აი ეს. როდელა. მოდი ხარ გავჩერდით და მივაბად. ეს და ისაუბრეთ. რა შეიძლება დავფათ. ესე
შემკვლელობაზე ფიქსარეშვებიან და არ ასვენებთ როგორც ეთყობა ვერს უნდა ჩემი მოშორება და სულ ყველას უთხრათ რომ არ გააკეთო თორ ციხეში და ჯერ არ ასწლებათ Very is it es video ხო ეს ჩემია ისიც IAS დავიწყოთ IAS მე პატარა მამული იგაიდი სამეფო სახლი რაღაცა და ორსულად სოლი მე კიდევ გააჩინს ცოტა ხანში ეს ჩუდიც ეს ჩემია ისიც არ არის ნახე ეს ახლა ტერიტორიის გამოვლა უწევთ აი Gogo. Კარგი. რა ქვია? ალგერი. სწრაფად მოვაყომაროთ. ახალი მოკავშირე კიდევ მაწყობს ესეც კიდე ერთი ესე აჰა ესეც ახალი მოკავშირე ჩემი შვილი ჩემი მოკავშირე ავად ყოფილი. ეგ ვერ არის კაია. შეიძლება დაიღუპოს. მოდი წარმოადგინოს და ნახოთ რა იქნება. ეხლა ნავები რომ ყავდეს სახაც გადავიდოდი ეს ერთი კუნძული რა მოქეს რა. დასაკავებელი. აგერ დავამასხეთ 100%-ამდე დავამოვლოდი. ცა ხო. ესეც 100%. ესეც ჩემი ვასალი გახდა. საპმი, სუპერ განაცესე. დარჩა ეს და ჩუდი ხო? ლიბოქთა გამოვიყენოთ შესაბამისად. ხახუსკარლების პლაცი
საინტერესო ხუსკალები იყვნენ ჩრდილოური არმიების შემადგენელი ტრადიციული საშუალო დონის დამტყველი ძალა, რომელიც შედგებოდა ჩრდილოური სახელმწიფოების არმიების 70% თითქმის ყველაზე ძლიერი, კარგად გაწვრთნილი შუა საუკუნეების ქვეითები. მაგის მერე იყო უკვე პროფესიონალური სარაინდო არმია. და მაგის მერე ზოგიერთ ქვეყანაში იმ ქვეყნის შესაბამისი კულტურისათვის დამახასიათებელი სამეურნეობის ერთეულები ასევე. ეხლა შევიერთოთ ესეც. ჯერ მოდი ისე ხوار დავატყოთ ამას. ამასთან მეგონი ჯერ 314 პრესტიჟი მინდა. მოდი მაშინ აქ ამას ვერც ამას ამასაც ვერ უცხადებთ უბრალოდ ამას ესე ამას ნახე მასალიზაციისთვის 250 პრესტიჟი რომელიც მაქვს რაღაცა მაშინ იყოს ოკრუგი დავიბროთ მთლიანი ეს ესე ჯარი შეკრებაც არ მომიწევს იმდენი ის ხვალ ისედაც დამეხმარებია ეს მერია მოზე ვიფიქრებ ნახე მასალიზაციისთვის ეს ახლა ჩვენი შესანიშნავი ისინი რა სამხედრო ტერიტორიაზე დავითრიო ახლა მარტო იქით გავითარება ხო არ არის სავარდებული ხო ეს მასალიზაციისთვის რა მინდა ახლა ერთი წუთი რა უნდა საქსებს დავცხობთ ახლა იმდენი ის მაგავლენა ძალა რომ მეგონი ესე მოაპირაო ეური პრეტენზია ამის არ ვაწყები 500 პრესტიჟს ითხოვს ესე შემოვიერთოთ სულად არის გაჩხერილი გვარდიაც კიდე იკრიბება ყველა გამოვიწვიოთ აბსოლუტურად საქსებს ერთხელ უკვე მოუგე ომი კიდე მე მგონი ვფიქრობ რომ აუცილებლად მოუგებ
ჩემ გამოწვევას გამოეხმაურებით დადებითად შეძლებთ საქსების ჩვენი ტერიტორიებიდან ბოლომდე გაყრას იქნებათ ეს კეთილი სურვილი და შესაძლებლობა აი ამ მიწებიდან ეს ადლიჯებიც უნდა წავართოთ და ეს უნდა მოხდეს ყველაფერი დაუყო დიდი კოალიცია მოსაკმაოდ რა გონია მოუგო წავედით სამხრეთით დავეშვით ამით ესეთი ხარდაჭერა თუ მექნება შეიძლება რომ ამ კაროლინგებსაც მოუგო ფრანგებს ჯიგრებს 35-ს კი ყავთ მაგრამ ერთი მაგდეს თუ არა 20,000 ხომ მაინც შეგვიგო მე მგონი კი და ამასე თუ გამოვიწვევ დიდი სიამოვნებით დამეთანხმებიან რა ვიცი ჩემი კულტურისთვის რა დამახასიათებელი სამშენებლო ტიპი მშენებლობაო ნაგებობაო რა ჯერ ვერ ვანადგურებ რომ იცოდეთ ეს რას ნიშნავს კიდე ისე ცნობისთვის კიდე იერიშთავი უთან ესე და კიდევ აი ეს გავაგზავნოთ ისე წავიდით წინ კაი ათასიანი არმია საჩიაგროვა ამარ საინტერესოა მან ჩემები სად არიან რამდენი ხანი რომ მოგლოვდნენ ო საინტერესოა ძალიან კარგი დენია ამდეს მართლა არ ველოდი ნამდვილად ხელა იმას ნაგად დახარჯულია ამას დაქირავებულებში ალბათ არა საბობინე ხმარება საინტერესოა ერთობ სადადის მაგრამ
როდესაც აი ცენტრალური ტერიტორია გვიჭირავ ეს ცალკე პროცენტს მაინც ამატებს. მაშინ ეს უნდა აიღო, ხვდებით? ეს რო იცოდეთ ხოლმე ისე თქვენს. ყველა. და აგერ ერთი-ორჯერ იმას დაიკავებთ კიდე და სიო. შეთვალეთ რომ ეს ბრძოლა მოგებული გაქვთ. რომელი ოლქისთვისაც ბრძოლა მიდის, ანუ ის ტერიტორია იგულისხმება. ის თუ დაიკავა, მე ჩვენ სასარგებლოდ აღარ გადაწყდება. და დედაქალაქის ის რა ნაწილი. მაგას თუ დაიხსოვეთ, კარგი ხალხი იქნებით. აგერ აიღეს აი და იმიტომ დადგა ისევ 10%-ზე ხა ჩამოვიდა. ეხა სასწრაფოდ უნდა ავიდეთ ჩვენ. თუ კარგი გვინდა რა და ისევ უნდა დავიკავოთ. სასწრაფოდ არის დასაკავებელი რა ასე რომ ვთქვით. ერთი პატარა ტერიტორიის კუთხესთვის სამხედრო რესურსის ის მოხდა რა. შეიძლება სწრაფად და 100%-იდან მოვიგე. ესეც გავიგავე. შეგიძლიათ დაიშალოთ ხალხო. მეგობრებო და ერთგულთან ამებრძოლებო. ეხა ისევ რა ხდება აქ 850 დავიპროთ ესეც თან აუცილებლად ხეში ვიდარჩა გაუშვათ ნაწილი რავის არა გამოსასყიდის გადახდის სურვილი და საერთოდ არც სახსრები ხო კარგი ხა გადავიდეთ და ეს გენერალური გაუმართოთ ჯიგარს
საკმაოდ მოწოდების სიმაღლეზე ყოფი ბრძოლის უნარიანი არ მიამყო შექმნილი ისე მინდა რომ თქვა იმის მერე უკვე რაც ის იყო არ მოველოდი ნამდვილად ესეც წარმატებას რა და ეხლა დავამარცხებ ერთხელ კიდე ესე ციხეში ჩავსვით ჯიგარი კიდე მოლითვისაც კიდათ რამე წაგეთ კიდე ერთხელ ამა გამომიცხადა მიდისთვის სადაული კაცი აჰა როგორ გაბედო საერთოდ რა გინდოდა ეხლა დამარცხდება სავარაუდოდ ეს ყველა შემთხვევაში დამარცხდება ეს დამარცხდება მაგრამ ეს აგებია მოუყომარო თამას მივხედოთ ეხა კარგოე პოლე ეს 746 კაცი ცდილობდა იმას ხო სახელმწიფოს არ ვიტყვი, მაგრამ ჩtildeო, აქ რა ხდება. აი ესეც უკვე ჩემი ის არის რა. ჩემი დროა, ასე რომ ვთქვათ. %. ხა ერთი წუთით აქ დავანაწილოთ ეს ზედმეტი მიწები რაც მაქვს. სანამ იქარი გამოსვლა მანამდე სანამ დავიკავოთ და მივხედოთ რა იმ პატარა ნაწილსაც მიწისას ვისარგებლოთ სანამ ისინი არეულები არიან ერთმანეთში შპორტი და შიდა შილობა სანამ არ იქნება ეს გამოგვლიჯო ამათ ხო აი ეს ტოტის და ხა მოუცხადოთ ამას yes. შევკრი ბურჯარები და თან წავიდეთ აქეთ ასევე იარაღის ქუჩა დავაყენოთ ჩვენი ვასალები მოკავშირეები ზოგი ნებით და ზოგი უნებლიეთ ზოგის იმით საკუთარი დებასურვილით და ესეც ავაშენოთ კიდევ ავაშენოთ რომის პაპმა ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყო მე მგონი ჩემზე ხო საინტერესო
ძალიან მალე იქნება ეს ყველაფერი. სამაგიეროდ მე შემიძლია გამოიყვანო ჩრდილოური წარმართელი ტომებიდან კავშირის შედეგად ძალიან დიდი არმიები. ეს რომ თუ ჩემი მარჩვა რუსულ ლაშქრობას დაიწყებენ და გადაწყვიტავენ. მე შემიძლია ესე რომ გავაკეთო. ნამდვილად. ესეთი სამოქალაქო ომია აქაც რა. წავიდეთ ახლა ჩვენ და ცოტა ეს ტერიტორიებიც დავიკლოთ, დავიკავოთ. ცოტა პროცენტი მალე ავიწიო. თუ დამარცხდა და ისევ მის იურისდიქციაში შევიდა, ჩემი პროგრესი ჩაითვლება დაკარგულად. პროიცოდეთ ესეც ისე. ამიტომ ვიჩქაროთ, რაც შეიძლება სწრაფად. ის დაკავებული პროცენტს კი ვიმატებს, როგორც გითხარით, მაგრამ ცოტა ეს სხვა ტერიტორიების დავიკავოთ, მივახმაროთ. დიდი მანძილის დაფარვა გვიწევს საკმაოდ. სანამ ამათ მიწებამდე ჩავალთ. დასხერფლით საკმაოდ დიდია შესაბამისად. ჩამოვედით როგორც იქნა. ბაიერში თავიღოთ. ვერ ვიღებთ, გამორიცხულია რა. კარგად გამაგრებული ისინი ქალაქები და ციხეები და რავი, ყველაფერი ეს. ესე იოლად ვერ ვიზავთ ამას. ფეოდალური ეპოქა განვითარებული ქვეყანა და აი შვენიერი ისინი. ძლიერი ქალაქები, ასე რომ ვთქვათ. ალყით უნდა გავტეხოთ. ერთი. ხა მეორე. 780-იან 3000-ით მე მგონი დავიკავებ, ხო? დაველოდოთ რა. არა უჯის რა. მეორე. ხა მესამეც. და 12 ხა ამას რო დავიკავებთ რამდენი გახდება 95-99 ახლა ვარ მიზანთან თუ უკვე შეიძლება რომ ის ვქნათ ჯერ ვერ 100-მდე უნდა დავხატოთ მაშინ შესაბამისად ჩვენი ჩრდილოელი ბარბაროსების ველური არმიით იმასაც ვებძვით ისე რომ ვიცოდეთ 12000-იანი არმიით ამოვიდა no ამაკი დიდი ვერაფერი ვერა სწრაფად იღებს რა შუსტრობს ეხლა რო არ უნდა დაკარგოს და წააგოს შესაბამისად იმით ანუ იმასაც ებრძვი რა ასე რომ ვთქვათ თვითონ იმ ქვეყანას რომელშიც აჯანყება ხდება
შველა ახსოვდა ეს ჩემი სამოყვარე ტერიტორია ჩემთან არის იმაზე პრეტენზია ამათ არც თუ გვიან რო გაერთიანებენ ექნებას და შეიძლება რომ პირდაპირ თავდასხმა ვერ ავიცილო ამასთან. ეს რატო დავკარგე ისევ ამ გავიდა ცალკე რა საქსონიას შეუერს და რა საშინელება ხედა. ისევ უნდა ხელახლა დაუწყო ამათ ხო? ისე გამოდის. ავიდეთ არმია დავაბუდოთ ბანჯერდა. ტერიტორიები კიდე უნდა დავარიგო შედარებით სუსტ ადამიანებზე. გავაჩუქო. ამ ვაჩუქო ვასალებს. ესე. ათი. ეგეც აფირმარკუს ამას ვერ ვაჩუქებთ საპის მამულსკი საერთოდ ის ეს სიამურჩი ამასობაში იმპერიის შექმნამდე რა დაგვრჩა მაინტერესებს 24% ჯერ ეს არაფერია უბრალოდ მიყოლებით ვიპროფ იმ ტერიტორიებს რომელიც უშუალოდ მესაზღვრება იმიტომ წესრიგის მოყვარული ადამიანი ვარ ხოლმე საერთოდ ესე ვაკეთებ ხოლმე რა აქ როგორც თქვი ტაძარი ავაშენოთ შეიძლება დიდი ნაჭერი მთლიანად დავითრიო ვასალიზაციაზე როგორ ვართ აბა მას გვინდა ისე კემი მასაც დაუშვით როგორც ცალკე იყოს თქვენთან არჩევია უნდა იყოს ჩემთან ვაშენოთ ხა ერთი ტაძარი სასტრაფოდ აქ პორტი არის შვენიერია საქსონიაც დაიშალა და დასუსტდა საბოლოოდ რა გარკვეულწილად აქ ჩემმა დარტყმებაც მოახდინა დიდი ის ეჭვია შეგებართ მაგაში ჩემი წული შევიდა ჩრდილოეთში საკმაოდ ეფექტურად ვეუძლია ყველას თითქმის აი ხა ტყავს გავაძრობ ამ ზოლ
რის დაკავება საპირები. რისი გულისთვის რა წერა გითხარით იმისთვის. არ გაუვათ. აი აქ ავანადგურებს ზუსტად კიდე ერთხელ 100% ამიცავა. ზუსტად იქთან გახო გითხარით. მაგრამ გამოვეცხადები როგორც მანამდე ასე გახდა უკვე. აი. ესე. მაშინ ესე. ეს ერთეული წარმოიქ. ერთი წუთით. 2000 მეეობით. ნახე. ჯერჯერობით მოვიდ. ჯერ შევიცადოთ. როგორც შუა საუკუნეებში ჩვენი სახელოვანი წინაპრები იყვნენ, ზოგი სახელოვანი, ზოგი პროჭი იყო. თახსილი წინაპრებიც ხო ყოლდა ხო ეხლა. ქართველებს ჩვენ მაგის მეტი რა ყოლდა პრინციპში. რადარვა ასევე ეს ციხეში რატომ მიზისან ეს რა მინდა ეს მიშლია ეს ნოლანი არგიდა რომელი მოგცეთ ხა ესეც შობლიურია მაგრამ თქვენ ეს რომ მოგცეთ სად გადავა ახლა ჩემი ის მოდი აბა ეს ვცადო არა აი ეს ეს გაიები ვადარვა ჯიგარო რა უქნია ესა ჩემი მასალები ამახიე ამასა როგორ არის საქმე ეს ისევ ჩემი მასალია აკა ეს საერთოდ ეს 1000 პრესტიჟი უნდა ავაგროვო არ მინდა და 5% ძალიან ცოტა ეხლა ჩვენ რა ვქნას დღეისთვის გავწიოთ ბოლო ბრძოლა და დავამთავროთ ხო აი ერთის კიდე დავითრიოთ ეგ არა აქეთ რომელიმე აი ეს ხო მაგალითად ეს რაღაც დიდმიწიანი კაზუსბელები უნდა იყოს, რომ ერთნაირად დიდი ნაჭრეები ჩამოვაჭრა რა ამათ ტერიტორიებს და ბევრი წვალი არ მომიწევს. ეხლა ესეთ გავარდავტილაო ფაქტიურად, ხო? აქ დაძალი თუ აშენდა, შენდება. ვაშენოთ ეს რაღაცა ვაშენოთ კიდე ეს აი გაიზარდოს
ადრე შემოგევლე ბიჭო უცლოვანი გახდება მალე მოდი აბა რა გინდა რა სიტყვა სასამართლოს იქით მიდის საერთოდ ხედა საკმაოდ დიდ ძალებს უყრიან ესე ის თავს ცოტა შევეცადოთ თუ ცალკე გავანადგუროთ ხოლმე ეს აქეთ იქეთ 3000-6000-ის წინააღმდეგ განადგურდებიან აუცილებლად გზა აქ შემთხვევაში ბონუსი ამათ ხარეზია მაგრამ პირდაპირ მივარ შეტევაზე დავესხმები იმიტომ გონია რომ გავიმაგრებ ესეც არის ესენი ავიღოთ მე ვარ მეფე ომის დიდი სტრატეგი მოვიდეთ უკვე პირდაპირ ამ ტერიტორიაზე ესე მოვიდეთ ლოგიოს კუბის ტერიტორიისკენ მე გეტყვით რაც მოხდება ახლა მეზარება დამარსე კიდევ ერთხელ საინტერესო რაღაცებს შვები ნახეში